ჩვენს ეთერში მუსიკის დროა და ანიკე კუას მივესალმებით. სალამი ანი. დილა მშვიდობისა, ზუზუ გიორგი, მოგესალმებით ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო ადამიანი მინდა რომ გაგაცნოთ. ჩემმა გადაცემის გმირმა, რომელიც სრულად სხვა კუთხით მინდა რომ დღეს დაგანახოთ, თავისი მუსიკალური კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო და 12 წლის განმავლობაში ის ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას. თუმცა შემდგომ უკვე 30-მდე რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი გახდათ ის გიორგი შიოლაშვილი, რომელიც თავის პიანისტის კარიერის პარალელურად მსმენელის წინაშე წარსდგა როგორც ვოკალისტი პროექტი ანაბანადან. შემდგომ იყო ბზიკები ჯგუფი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საბავშვო ევროვიზია 2008-ზე და ახლა არის მათი დიდი დაბრუნება სცენაზე და წარსდგებიან საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზია 2026-ზე ვენაში. თუმცა მიუხედავად ამ საგასტროლო კონცერტებისა და ასევე ჩაწერილი ალბომებისა, მან გადაწყვეტა რომ სწავლა გაეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქალბატონ ნინო ქათამაძესთან, უკვე იცავს მაგისტრის ხარისხს და 100%-იანი დაფინანსებით. ასევე პარალელურად უკვე რიგით მეორე ბაკალავრის ხარისხს იცავს ის უკვე ჯაზ ვოკალში და უკრავს ასევე ორგანზე. მას განათლება აქვს ასევე მიღებული ნორვეგიაში მუსიკის აკადემიასა და ინგეზუნდის მუსიკის კოლეჯში. ასე რომ დააგროვა ძალიან კარგი გამოცდილება და ახლა უკვე ატარებს სოლო კონცერტებს საზღვრებს გარეთ. იგი გახლავთ თორაძეების ფესტივალის სტიპენდიანტიც და ზაქარია ფალიაშვილის სახელობითი სტიპენდიის მფლობელიც. ახლა მინდა მათ მოუხმო ჩემთან ეთერში სტუმრად მობრძანდით ძვირფასებო, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩემთან. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ესე იგი, იმდენი რეკალია ჩამოვთვალე, მე მგონი ძალიან ბევრი მიმართულებით მოღვაწეობ, როგორც ვახსენე და მე ამჯერად მინდა რომ ის კუთხე ვარჩვენოთ მაყურებელს შენი, რომელიც ალბათ ნაკლებად ცნობილია და მოდი დავიწყოთ იმით, მითხარი რომელი მიმართულება არის შენთვის უფრო საინტერესო და უკვე საკმაო გამოცდილება გაქვს დაგროვებული და მითხარი ამ გამოცდილების შესახებაც. კი ბატონო, რომელი მიმართულება უფრო საინტერესო, ალბათ ამის პასუხს ჩემი დღევანდელი რეალობა ასახავს, იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე ჩემთვის ჟანგბადია ცხოვრებისეულად, რომელიც კვებავს და მაძლევს ცხოვრებისეულ შთაგონებას, ასე რომ ვერ განვარჩევდი ერთმანეთისგან როგორც მომღერლის კარიერას, ასევე როგორც პიანისტის კარიერას. თუმცა დაიწყე მაინც პიანისტობით, ხო? 7 წლის ასაკიდან, ან პირველი შენ ცხოვრებაში იცით რა, პირველად როდესაც დავიწყე საუბარი, დავიწყე სიმღერა და ასევე დაკვრა ჩემი თვალწყოფდი რაღაცებს თანადროულად, კი და შემდეგ უკვე პროფესიულად დავეუფლე 7 წლის ასაკიდან ფორტეპიანოს და შემდეგ მოხდა კონკურსი ანაბანა 10 წლის ასაკში და ასე ჰარმონიულად. კი ბატონო. ქალბატონ ნინოსთან მინდა კითხვით გადავიდე. აი მითხარით აბა გიორგის ესე იგი თავარი ხაზები რითი გამოირჩევა, თქვათ სხვა სტუდენტებისგან თუნდაც. ახლა ვიცით რომ ორივე მიმართულებით, ანუ ბაკალავრსაც და მაგისტრის ხარისხსაც ვიცით ერთდროულად ასე გამოვიდა. ჯაზ ვოკალი და პიანისტობა. მოდით გითხარით მისი თავარი ესე იგი მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. ეხლა რაც შეეხება გიორგის, პირველ რიგში მინდა მიულოცო ეს დიდი წარმატება და უსურო გამარჯვება ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე, როგორც არის ევროვიზია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩემი კუთხით. ნუ ცოტა მეუხერხულება გიორგის თანდასწრებით მასზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპლიმენტი და ქათინაური მინდა რომ უთხრა. პირველ რიგში არის ძალიან მრავალმხრივად ნიჭიერი და თავის საქმის ძალიან დიდი ფანატიკოსი. არის ძალიან შრომის მოყვარე, მიზანდასახული. აი თუ კი რამე საუკეთესო თვისება შეიძლება კონდეს მუსიკოს შემსრულებელს, აი ყველაფრით არის შემკული. და სხვათა შორის იცით რა არის ხოლმე ესეთი სკეპტიკური მოსაზრება, რომ აი რა დროს რესტრადაა და ხელს უშლის და დროს წაართვეს და ხა მე მაგალითად ესე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ იცით რა, ის რომ აი გიორგი ბავშვობაში ჩვენ ახლა ყველას გვახსოვს ეს პატარა ბზიკების კლიპი, ძალიან პლასტიკური ესეთი მოძრაობა და აი ეს სილაღე, აი ეს არტისტიზმი და ეს ძალიან ეხმარება, რომ სცენაზე არის ძალიან ლაღი, ძალიან გახსნილი და აი ესეთი არტისტული შარმი, რასაც ქვია, რომელიც აუცილებელია და სხვათა შორის აი მინდა აღვნიშნო, რომ აი ჩვენი სახელოვანი მუსიკოს შემსრულებლები, აი ცხონებული ლექსო თორაძე ჩვენთვის ყველთვის საამაყო, იყო ძალიან ძლიერი ჯაზმენი ამავდროულად. ასევე
დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ძალიან მიჭირს მათზე წარსულში საუბარი, ასევე დენის მაცუევი ცნობილი პიანისტი, ასევე ძალიან ძლიერი ჯაზმენი. ესე რომ ეს ორი სფერო რაღაცნაირად ერთმანეთს ავსებს. მთავარია რომ მუსიკა იყოს ხარისხიანი ნებისმიერ ჟანრში. ხო და აი ეს და თან იცით რა არის გიორგის აქვს ძალიან ესეთი კარგი დროის მენეჯმენტი, გათვლილია ყველა წუთი. აბსოლუტურად და რაღაცნაირად ახერხებს აი ამის შეთავსებას. ეხლა აი ეთყობა ჩანს რომ ახერხებს ნამდვილად. ახლა ეკრანზე ვხედავთ მაყურებელის ხედავს მის გამოსვლას რა თქმა უნდა ბზიკების ფარგლებში. აი ნამდვილად უნდა ვთქვა რომ აი ესეთი მაზალო ბავშვი იყო ბავშვობიდან პატარაობიდან რომ აი ნამდვილად ეთყობა რომ სცენურობა ეთყობა ადამიანს როდესაც გამოდის. და აი კიდე თუ შეიძლება ამ ხარესაც შევეხები, მინდა მის ადამიანურ თვისებებს შევეხო. არის ძალიან პოზიტიური, აი სულ მუდამ მომღიმარე და ყოველთვის ძალიან დადებითი ენერგეტიკა მოდის მისგან, როგორც აი ყოფაში, აი ასევე სცენაზეც, იმიტომ რომ საქმის შესრულებასთან მიმართებაშიც. დიახ, ასევე. და აი სხვა შორის აი რამდენიმე წლის წინათ ერთ წელიწადში გახდა 6 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. არის ძალიან აქტიური, ხშირად მონაწილეობს მასტერკლასებში საზღვარგარეთ. მოკლედ არ უშვებს არც ერთ პლატფორმას. აი ეს უნდა მეკითხა საზღვრებს გარეთ ჩვენ ვახსენებთ გიორგი რომ საკმაო გამოცდილება გვაქვს უკვე მაღალი რანგის მუსიკოსებთან დაკვრის შესრულების და საინტერესოა რითი გამოირჩევა იქაური მსმენელი ან თუნდაც თვითონ კონცერტები აი რა შეინიშნება ისეთი რაც თქვა საქართველოს ფარგლებში აი შეიძლება მოგაკლდა და გასაჟღერებლად ღირდეს ვიტყოდი იმას პირველ რიგში რომ ქართველი მსმენელის წინაშე შესრულება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა რთულია იმიტომ რომ ჩემები არიან ჩვენ ერთნი ვართ ასე რომ რაღაცნაირად რთულია უფრო დიდი პასუხისმგებლობა და უფრო ემოციურად ვარ ხოლმე გამსჭვალული ხო ანუ საზღვარგარეთ დაკვრა არ ვიცი უფრო ბევრად მარტივი მგონია პირობითად იმიტომ რომ არ ვიცი აქ გავიზარდე აქ ჩამოყალიბდი როგორც მუსიკოსად და შესაბამისად ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრაც ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა ხოლმე ჩემთვის იცით რა მაინტერესებს კიდევ თუ იყო რაიმე ისეთ საინტერესო პროექტი რაც თქვათ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეგისრულებია და იქაური გამოცდილების შესახებ გითხარი აი რა იყო ისეთი განსხვავებული აღნიშ თქვენ კონცერტს გულისხმობთ სწავლას კონცერტს დიახ ანუ განსხვავებული გამოცდილება არ ვიცი იცით რა კონცერტზე შესრულება იმდენად ყველა ერთნაირად სერიოზული და საპასუხისმგებლო მომენტია გულწრფელად რო გითხრათ რომ დამოკიდებულება და ემოციურად როგორც ვარ გამჭოლი ყველგან ერთია ეხლა კადრებს ხედავთ აი ამის შესახებ მინდა რომ მოგვიყვე აი ეს როგორი კონცერტი ეს ნამდვილად განსხვავებული იყო გამორჩა ამის თქო კი ეს იყო შვედეთში ვსწავლობდი გასულ წელს იგეზუდის მუსიკის კოლეჯში არაჩვეულებრივ პროფესორთან იულია მუსტონენ-დალქვისთან და მისი კრეატიული ხედვა ასე ვთქვათ იყო ის რომ გაყინულ ტბაზე დაახლოებით -20 გრადუსში გამოეტანეთ ეს ინსტრუმენტი გაყინულ ტბაზე და გაგვეკეთებინა კონცერტი რაც მართლა შთამაგონებელი იყო მიუხედავად იმისა რომ ხელები ძალიან გაყინული მქონდა და მოძრაობა იყო ძალიან რთული ძალიან შთამაგონებელი იყო ეს ყველაფერი გარშემო ტყე გაყინული ტბა და ნამდვილად დავიწყე. ის სიცივეში დაკვრა არც თუ ისე მარტივი არის. თან ალბათ ფორმატი, ну რა ვიცი, ალბათ ძალიან საუცხოა. და ბაზე გაყინულ ტბაზე დაკვრა. ეს რო დავინახე, დაურეკე გიორგი, მეუთხარი რა ანარშიებში და არაო ჩვენ გვითხრეს რომ ხვალიდანო დნობას დაიწყებს და შეიძლება ჩავარდეს როიალი და დღეს მოასწარითო და ამასრულია ჩვენ დამატებითი გამოწვევები მასთან ერთად, რასაც ვთქვათ, კონცერტის დაძაბულობა ქვია, კიდე ამას დაემატა სხვა რამ. მოდი ევროვიზიაზე ვთქვათ, აი წარმატებას გისურვებთ პირველ რიგში რა თქმა უნდა. ვენაში კარგად გილოცავთ წასვლა და იმედი მაქვს რომ იქაც ძალიან დიდ წარმატებას მივახცევთ. მოდი მითხარი ამის შესახებ როგორი განცდები და ემოციები არის წინა საკონცერტოდ. კი ბატონო, პირველ რიგში უბრალოდ საკონკურსოდ. კი ბატონო, მადლობა მინდა გადავხადო კიდევ და კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ხალხს, რომლის იდეითაც და მხარდაჭერითაც მოხდა გადაწყვეტა იმის რომ ჩვენი ჯგუფი უნდა წასულიყო წელს ევროვიზიაზე, ჯგუფი ბზიკები. იქნება
ახალი სიმღერა, გიგა კოხიანიძის სიმღერა, რომლის ასევე სიმღერა მოგვიტანა 2008 წელს საბავშვო ეზოზე გამარჯვება. ვებზადებით ძალიან სერიოზულად, ძალიან კომპლექსურად, ვოკალი, ქორეოგრაფია, ასევე მენტალურად ვებზადებით, ფიზიკურად ვებზადებით, ვარჯიშობთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რამდენადაც ძალიან სასიამოვნოა ევროვიზიის მოგონებები და მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ კონკურსზე. დიდ წესთან არის ასევე კავშირში პასუხისმგებლობები, უდიდეს მაყურებლის წინაშე შესრულება და კი ვებზადებით ძალიან სერიოზულად. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ, რა თქმა უნდა და კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გაგეტანოს ჩვენი შემოქმედება, ასე ვთქვათ და ვიცი რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობ და ისედაც ატარებ ამ სოლო კონცერტებს უკვე და რაც ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდ გამოცდილებას დააგროვებ. ახლა კი მინდა რომ გადავინაცვლოთ მუსიკალურ ნაწილზე და მე ვეტყვი მაყურებელს რომ გიორგი შიოლაშვილი შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერას ვაგიორქომა, რომელიც გახლავთ ხატია ბუნიათიშვილის საფორტეპიანო ტრანსკრიფცია. კომპოზიცია. დაგემშვიდობებით მუსიკალური ნომრით.